წამოდით ჩვენთან ერთად კენდრიკ ლამარის კონცერტზე და თან მოგიყვებით თუ როგორ მოვხვდით სრულიად შემთხვევით VIP ზონაში, რომლის ფასიც დაახლოებით 500 ევროდან იწყება და ადის ზევით. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ დავაგვიანეთ კონცერტზე, არ ვიცი როგორ დაგვემართლა. კენდრიკ ლამარის კონცერტზე აგვიანებ. საგზაში ჩაჭებიტი დაგვამშვიდა, რომ დაახლოებით 8 მერე იწყებდა გამოსვლას. მართლაც ესე მოხდა. სამწუხაროდ ყველას აბსოლუტურად ჰქონდა სხვადასხვა ადგილები, თუმცა მოვახერხეთ, რომ ორ-ორად და სამ-სამად რაღაცნაირად ნაწილი მაინც შევსულიყავით ერთად და როგორც ხედავთ, თავიდან ძალიან ცუდად გველას ვიდექით და მე უკვე გადავედით ჩვენთან ჩემ მეგობრებთან და თავიდანვე ეგრე ქონა გათვლილი, რომ როდესაც შევატყოდით თუ რა სიტუაცია იქნება და რაღაცნაირად მოგვეხერხებინა და ერთად დამდგარიყავით. ასეც მოვიქეცით და როდესაც იქ მივედით, ძალიან კარგი ადგილი დაგხვდა. მაგრამ სამწუხაროდ დიდხანს არ გაგრძელდა ეს ბედნიერება და 9 საათში მოვიდა ეს ადამიანი, რომელიც გვეუბნება, რომ გაგვაგდებდა. მართალია გაგვაგდო, მაგრამ ხელში დაგვაჭერინა ისეთი ბილეთი, რომლის ფასიც არის ძალიან ძვირი და არ მეგონა რატომ გააკეთა ესეთი სიკეთე, საერთოდ ვერ ხვდები. ეგრევე გავიქეცით, არ გვინდოდა რომ ბევრი რამე გამოგვეტოვებინა და სირბილით მივედით VIP ზონაში. ჩვენ თან ჩოქში ვიყავით, ვერ ხვდებოდით რა ხდებოდა. ეთყობა ისეთ ადგილას ვიდექით, რომ არ უნდა მდგარიყავით იქ და უბრალოდ რომ გავეყვანეთ იქიდან, რაღაცნაირად გვაჩუქვა და მოგვიგდო ეს ბილეთები და ჩვენც რა თქმა უნდა დიდი სიხარულით წამოვედით, მივახლოვდით სცენას. სიმართლე რო გითხრათ, დიდად არც მინდოდა სცენასთან მდგარიყავი, ანუ წინ, რადგან საკმაოდ დიდი შანსია რომ გავიჭრილდოთ და შევწუხდეთ და ბევრად უფრო კარგი ვარიანტი იყო ისა ჩვენ ვიყავით, რადგანაც ძალიან კარგი სავარძლები იყო. ხალხი ანიჯდა, ანიდგა და მაგის საშუალებაც გაქვთ, ამიტომ მგონია რომ ძალიან კარგი ვარიანტია ეს, თან სცენასთან ახლოს ხართ, თან კარგი სავარძლებია და მოკლედ ძალიან კარგი ადგილი შეხვდა და უზომოდ კმაყოფილი ვარ. არავინ არ თქვას გერმანულ ხალხს და რამე ცუდი, ძალიან საყვარლები არიან. აი ესეც რაღაცას უბრალოდ ვინ გააკეთა და არ ვიცი, დღემდე შოკში ვარ და ძალიან გაგვაბედნიერა ამ ადამიანმა. მოდი ორედა სიტყვით შევეხები ამ კონცერტსაც. კენდრიკ ლამარის და SZA's Grand National ტური დაიწყო. და ერთ-ერთი პირველი ქალაქი, რომელშიც კონცერტი ჩაატარეს, იყო სწორედ ფრანკფურტი. რა თქმა უნდა, ბევრი არც მეფიქრია, იმიტომ რომ ზუსტად იმ ქალაქში ტარდება, სადაც ჩემი დაქალი ცხოვრობს, თათა. ამიტომ მოკლედ დავგეგმეთ ეს მოგზაურობა, წავედით საკმაოდ ბევრი, ვისიამოვნეთ. თვითონ კონცერტზეც ვიტყვი იმას, რომ არანაირი ზედმეტი ეფექტები და რაღაცა გადაფორმებული სცენა არ იყო და ეს ეფექტები ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ვიღაცას დააკლდეს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ არტისტისთვის და ამ არტისტებისთვის, როგორც არის კენდრიკი და SZA, არ არის საჭირო